ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს, რომ მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა თანდათან იზრდება. მათ ათვლის წერტილად 1901 წელი აიღეს და აღმოჩნდა, რომ იმ დროიდან დღემდე მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა 230%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ პოლარული ციალი, რომელიც ადრე მხოლოდ პოლუსებზე იყო, დღეს ისეთ რეგიონებშიც გვხვდება, რომლის მოსახლეობა ასეთ მოვლენებს ადრე მხოლოდ ტელევიზიით ხედავდა. მზის მაგნიტური ველის გაზრდის ფონზე დედამიწაზე გეომაგნიტური ქარიშხლების რაოდენობამ იმატა, რომლებიც ისეთი უსაფრთხო არ არის, როგორც ადრე ფიქრობდნენ. 20 წლის წინ ხალხი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას გეომაგნიტურ ქარიშხლებს და ამ საკითხებზე არც მეცნიერები საუბრობდნენ საჯაროდ. მაგრამ დღევანდელმა მდგომარეობამ თავისი კორექტივები შეიტანა მსოფლიო საზოგადოების ინტერესთა სფეროში. დადგენილია, რომ ასეთი ქარიშხლის შემდეგ სიკვდილიანობის კოეფიციენტი იმატებს გულითა და ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს შორის. როგორც მეცნიერები ამბობენ, მსგავსი პრობლემები 20-15 წლის წინ არ იყო და არც ამ საკითხების საჯაროდ განხილვის საჭიროება არსებობდა. ცვლილებებია მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც. მერკურის ორივე პოლუსზე ყინულის ქუდები გაუჩნდა. კოსმოსური თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება უცბად მოხდა. ვენერაზე სულ რაღაც 40 წლის მანძილზე 2500%-ით გაიზარდა პოლარული ციალის სიმკვეთრე. მეცნიერებმა ამ პლანეტაზე ატმოსფეროს მოცულობის ზრდაც დაადგინეს, რომელიც პლანეტის მასშტაბით გლობალურ ხასიათს ატარებს. იუპიტერზე უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა მის ირგვლივ მდებარე პლაზმური ღრუბლების ნათების დონე. სატურნზე ბოლო 30 წლის მანძილზე გაიზარდა ეკვატორული სარტყლიდან რენტგენული სხივების ნათების ინტენსივობა. ურანზე კი, რომელიც ადრე 7 ატმოსფერული მდგომარეობით გამოირჩეოდა, უეცრად ღრუბლების აქტიური მოძრაობა დაიწყო. ნეპტუნის ატმოსფეროს ნათება 40%-ით გაიზარდა. პლუტონზე თითქმის 40%-ით გაიზარდა ატმოსფერული წნევა. მარსზე კი გლობალური კლიმატური ცვლილებები დაფიქსირდა, გახშირდა და გაძლიერდა ქარიშხლები და პოლარულმა ყინულებმა დნობა დაიწყო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.